მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დღეს ლელა მასწავლებელი გაგაცნობთ ეგვიპტის ყველაზე ახალგაზრდა ფარაონის, ტუტანჰამონის ისტორიას. ტუტანჰამონი ეგვიპტეს მართავდა ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნის ბოლოს. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა ფარაონი ცდილობდა ეზრუნა მამის, ეხნატონის სიკვდილის შემდეგ დასუსტებული ეგვიპტის გაძლიერებისათვის. ტუტანჰამონი ყველაზე ცნობილ ფარაონად იქცა მას შემდეგ, რაც 1922 წელს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა მისი მდიდრული სამარხი, რომელიც ხშირად ყველაზე დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. ტუტანჰამონი დაიბადა ძველი წელთაღრიცხვით 1341 წელს ეგვიპტურ ქალაქ ამარნაში. იგი იყო ძველი ეგვიპტის ერეტიკოსი ფარაონის ეხნატონის უფროსი ვაჟი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი რელიგიური რეფორმით. ეხნატონმა თავისი ხალხი აიძულა მრავალი ღმერთის თაყვანისცემა მიეტოვებინა და ერთი ღმერთისთვის, ატონისათვის ელოცათ. ტუტანჰამონის დედად თავდაპირველად თვლიდნენ დედოფალ ნეფერტიტს. თუმცა ბოლო დროს ჩატარებული დნმ-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ მისი დედა იყო ეხნატონის და რომელსაც ეგვიპტოლოგები მოიხსენიებენ ახალგაზრდა ქალის სახელით. ტუტანჰამონი მისმა დედამ, რომელიც ასევე მისი მამიდა იყო, ფარაონი და-ძმის ინცესტის, იგივე ცოდვის პროდუქტად აქცია, რის გამოც ტუტანჰამონს სუსტი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბდა და იგი ქრონიკულად განიცდიდა ფიზიკურ სისუსტეს. ის დაიბადა რამდენიმე დაავადებით, მაგალითად როგორიცაა კიფოსკოლიოზი, იგივე ხერხემლის გამრუდება. ხერხემლის დეფორმაციამ ტუტანჰამონს განსაკუთრებულად უშნო გარეგნობა მისცა. ტუტანჰამონს მარცხენა ფეხის ტერფიც დეფორმირებული ჰქონდა, რის გამოც იგი ხელჯოხით გადაადგილდებოდა. ფარაონს ჰქონდა ფეხის ტერფის თანდაყოლილი დეფექტი, კერძოდ მისი ფეხის ტერფი შიგნიდან გარეთ იყო შეტრიალებული. ტუტანჰამონს იმავე ტერფზე ძვლის იშვიათი დაავადებაც განუვითარდა, რომელმაც გამოიწვია ნავისებური ძვლის ნეკროზი. თანდაყოლილ ამ დაავადებების გამო ფარაონი მუდმივად ტკივილს განიცდიდა. ტუტანჰამონმა ინცესტური კავშირების ტრადიცია გააგრძელა და თავის ნახევარ-დაზე, ანჰესუნამუნზე, ეხნატონისა და ნეფერტიტის ქალიშვილზე დაქორწინდა. უცნობია ამ წყვილიშვილებმა დაბადების შემდეგ იცოცხლეს თუ არა, მაგრამ დასტურდება, რომ ფარაონის სამარხში აღმოჩენილი ორი მკვდრად შობილი ბავშვის დედა ანჰესუნამუნია. როდესაც ეხნატონის ოჯახში უფროსი ვაჟი დაიბადა მზის ღმერთის ატონის პატივსაცემად მას ტუტანხატენი დაარქვეს. ეს სახელი ნიშნავს ატონის ცოცხალ გამოსახულებას. თუმცა ძველი წელთაღრიცხვით 1322 წელს, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ფარაონმა ტახტი დაიკავა, მან სახელი შეიცვალა. ფარაონს ტუტანჰამონი ეწოდა, რაც მთვარის ცოცხალ გამოსახულებას ნიშნავს. ამით მან ხაზი გაუსვა ეგვიპტის ტრადიციული ღმერთების ცენტრალური ღვთაების, ამონის აღდგენას. 9 წლის ტუტანჰამონმა ასეთი გადაწყვეტილება სავარაუდოდ მისი მრჩევლების გავლენით მიიღო. აშკარაა, რომ ფარაონის მრჩევლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ სამეფოში ის პოზიციები აღედგინათ, რითაც ისინი ეხნატონის რელიგიურ რეფორმამდე სარგებლობდნენ. ამ გადაწყვეტილების ინიციატორები უნდა ყოფილიყვნენ დიდი ვაზირი, იგივე ჩატი და გენერალი ჰორემჰაბი. ტუტანჰამონის დიდი ვაზირი მოხუცი ჩინოვნიკი იყო, რომელსაც რეფორმამდე მაღალი თანამდებობა ეკავა და თვლიდა, რომ ეგვიპტის ტახტის კანონიერი მფლობელი ის უნდა ყოფილიყო. ჰორემჰაბი კი ეგვიპტის არმიის სარდალი იყო, გარდა ამისა იგი ტახტის მემკვიდრედ იყო დანიშნული მანამდე, სანამ ფარაონს ვაჟი არ შეეძინებოდა. დიდი ვაზირი და გენერალი ჰორემჰაბი თითქმის სრულად აკონტროლებდნენ ეგვიპტის სამეფოს, მაგრამ ტუტანჰამონის მმართველობის პირველ წლებში სავარაუდოდ ისინი ერთმანეთის კონკურენტებადაც მიიჩნეოდნენ. ტუტანჰამონის ბრძანებით ტრადიციული ღმერთების საპატივცემულოდ აღმართეს ახალი ქანდაკებები, ასევე ეგვიპტელებმა შექმნეს დიდი ხომალდების ფლოტი. ფარაონმა აღადგინა ამონისა და სხვა ღმერთებისადმი მიძღვნილი რელიგიური რიტუალები, ცეკვები, სიმღერები. შესაბამისად აღდგა ეგვიპტის ტრადიციული ღმერთების ქურუმთა პოზიციები და გავლენა. თავისი მმართველობის მეორე წელს ტუტანჰამონმა ეგვიპტის ოფიციალური დედაქალაქი მამამისის მიერ დაარსებული ამარნადან კვლავ თებეში გადაიტანა. მისივე ბრძანებით ეხნატონის ნეშტი ამარნაში მდებარე სამარხიდან გადაასვენეს და მეფეთა ველზე დაკრძალეს, რადგანაც ტრადიციულად ფარაონებს სწორედ აქ მარხავდნენ. ტუტანჰამონის ბრძანებით ასევე რესტავრირებული იქნა ის ტაძრები და სალოცავები, რომლებიც ეხნატონის დროს იქნა განადგურებული. კარნაკის სატაძრო კომპლექსის წინ აღმართეს სტელა, რომელიც აღწერს ტუტანჰამონის მიერ ეხნატონის მმართველობის დროს დანგრეული და მიტოვებული ღმერთებისა და ქალღმერთების ტაძრებისა და სალოცავების რესტავრაციას. სტელაზე არსებული ინფორმაციის მიხედვით რესტავრაციამდე აღარ არსებობდა ღმერთების საკურთხევლები, ხოლო ტაძრების ეზოები საფეხმავლო ბილიკებად იყო ქცეული. ღმერთებმა ზურგი აქციეს ამ მიწას, თუ ვინმე ღმერთებს დახმარებას სთხოვდა, ისინი მლოცველს არ პასუხობდნენ. ქვეყანაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად ტუტანჰამონი ცდილობდა მამის მმართველობის დროს გაუარესებული საერთაშორისო კავშირების აღდგენას.
ჩვენამდე მოაღწია მეზობელი სამეფოების მიერ ფარაონისადმი მისულმა საჩუქრებმა, რაც ადასტურებს ტუტანჰამონის წარმატებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. თუმცა ნუბიელებთან და სირიელებთან ეგვიპტეს დაეძაბა ურთიერთობა. მათ შორის გაიმართა რამდენიმე ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ეგვიპტემ გაიმარჯვა. შესაძლოა ტუტანჰამონი თავისი მმართველობის ბოლოს ამ ბრძოლების ნაწილს თავად ხელმძღვანელობდა. ამ ვერსიას ადასტურებს ფარაონის სამარხში აღმოჩენილი სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი, რაც მიუთითებს, რომ მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ის მაინც სროლაში ვარჯიშობდა. ძველი წელთაღრიცხვით 1333 წელს ტუტანჰამონი 19 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ მრავალი ვარაუდი გაჩნდა, მათ შორის არ გამორიცხავდნენ მკვლელობასაც. ფარაონის თავის ქალაზე არსებული ხვრელის გამო მრავალი წლის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ის მოკლეს თავზე მიყენებული დარტყმით, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ თავის ქალის დაზიანება მისი მუმიის შესწავლის დროს არქეოლოგების მიერ იყო გამოწვეული. ფარაონის ნაშთების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ის სავარაუდოდ ფეხის მოტეხილობისა და მალარიის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ტუტანხამონის მმართველობის დროს ბევრი ცვლილება განხორციელდა, უნდა ითქვას, რომ შემდგომმა ფარაონებმა ინფორმაცია მისი მმართველობის პერიოდის შესახებ ისტორიული ჩანაწერებიდან წაშალეს, რადგან იგი ეხნატონიშვილი იყო. მომდევნო საუკუნეებში მეფეთა ველზე დაკრძალული ყველა სხვა ფარაონის სამარხები გაძარცული იქნა, მაგრამ ტუტანჰამონის სამარხი ხელუხლებელი დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი გარდაცვალებიდან მალევე მძარცველებს ტუტანჰამონის სამარხშიც შეუღწევიათ, მაგრამ ეგვიპტელებს ფარაონის სამარხი ხელახლა დაულუქიათ. ამის შემდეგ ტუტანჰამონის სამარხი 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელუხლებელი იყო მანამ, სანამ ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს ფარაონის სამარხი არ აღმოაჩინა. არსებობს თეორია, რომ ტუტანჰამონის სამარხი დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ არ იყო აღმოჩენილი, რომ ის მეფეთა ველზე ყველაზე დაბალ ადგილას მდებარეობდა. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში წყალდიდობების შედეგად გამოწვეული ქანების დაშლის გამო სამარხის შესასვლელის ბლოკირება მოხდა. კარტერი ფარაონის სამარხში შესვლამდე თავის ემოციებს ასე აღწერს: იმ მომენტში ჩვენ ტუტანჰამონის სამარხის შიდა პალატის ბეჭდის გახსნაც კი არ გვინდოდა. რადგან გარდაცვლილ ფარაონთან ვიმყოფებოდით და მისი პატივისცემა გვმართებდა. ბეჭდის მოხსნისა და სამარხში შესვლის შემდეგ კარტერსა და მის გუნდს საოცარი საგანძური დახვდათ. შემდეგში კარტერი წერდა, როდესაც ჩემი თვალები სინათლეს შეეჩვია. ნისლიდან გამოიკვეთა ოთახის დეტალები. უცნაური ცხოველები, ულამაზესი ქანდაკებები და ოქრო. ყველგან ოქრო ბრწყინავდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ტუტანხამონის მუმიის დასაკრძალი ოქროს ნიღაბი იყო. ეს ნიღაბი ფარაონს ოსირისად, მიცვალებულთა მფარველ ღმერთად და მსაჯულად გამოსახავდა. ყველაზე ძვირფას ნივთებს შორის იყო ტუტანხამონის მუმიის სახუებში გახვეული რკინისპირიანი ხანჯალი, რომელიც განკუთვნილი იყო ფარაონისთვის შემდგომ ცხოვრებაში გამოსაყენებლად. ხანჯლის პირის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის თითქმის მთლიანად მეტეორიტისგან იყო გამოჭედილი, რაც მას უკიდურესად იშვიათს ხდის. სამარხში ასევე აღმოაჩინეს მეტეორიტის რკინისგან დამზადებული სხვა არტეფაქტებიც. მაგალითად 16 მინიატურული დანის პირი, თავის მცირე ზომის დასაყრდენი და ამულეტი. თუმცა ამ ნივთებს სრულყოფილება აკლდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივ ოსტატებს უცხო მასალაზე მუშაობა უჭირდათ. ფარაონის სამარხში ასევე აღმოჩნდა სირაკლემას ბუმბულის მარაო, რომელიც შედგებოდა ოქროს გრძელი სახელურისაგან და ოქროსავე ნახევარწრიული პალმის ფორმის მქონე ფირფიტისაგან, რომელზეც სირაკლემას 20 ბუმბულის დამაგრება შეიძლებოდა. მარაოს წინა მხარეზე ამოტვიფრულია ტუტანჰამონის მიერ ჰელიოპოლისის მახლობლად სირაკლემებზე ნადირობის სცენა. ხოლო უკანა მხარეზე გამოსახულია ფარაონი, რომელიც წარმატებული ნადირობიდან ნადავლთან ერთად ბრუნდება სასახლეში. სამარხში აღმოჩენილ სხვა ნივთებს შორის ასევე იყო ლეოპარდის ტყავის მოსასხამი, სათამაშო 4 დაფა, 6 ეტლი, ღვინის 30 ჭურჭელი, 46 მშვილდი და 130 ხელჭოხი. ჰოვარდ კარტერმა ფარაონის სამარხში აღმოჩენილ 5398 არტეფაქტისათვის კატალოგის შექმნას თითქმის 10 წელი მოანდომა. ტუტანჰამონს ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრე არ დაუტოვებია, მისი გარდაცვალებით დასრულდა მე-18 დინასტიის მმართველობა, რომელიც ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ძლიერ დინასტიად ითვლება. საუკუნეების შემდეგ საგანძურით სავსე სამარხის აღმოჩენამ ტუტანჰამონი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფარაონად აქცია. მას მეფე ტუტის სახელითაც მოიხსენიებენ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.